რა კითხვა ეგეთი? აუზა ქეთელაურის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია. ბომში რო ჩამეხშენებინა და რო ამეწყო მთელი სისტემა იმის თუ ამას როგორ ეფრიალა. კი, გვაჩვენა სასწრაფოდ მიდი ჩართო. გამარჯობა, შენ ხარ თამბამთუნის YouTube არხზე. მე ვარ თამუნა და დღეს მინდა გაგაცნო ძალიან საინტერესო უნიჭერესი 2D ანიმატორი გაგლო. გამარჯობათ მეგობრებო. გაგლო არის ჩემი პირველი სტუმარი. პირველი სტუმარი და რა ქვია იმას კოლეგა და რა რამდენი პროექტი გვიკეთებია კიდე ერთად რა. დიახ, ჩვენი მოღვაწეობა ერთად დაიწყო 2D ჟირაფი ჟოზედან მოყოლებული ხო? ჟირაფი ჟოზედან მოყოლებული კი. რა დრო იყო? ყველაფერს დეტალურად გეტყვით, მაგრამ სანამ გადავალთ უშუალოდ დიალოგზე, მინდა რომ ჩვენი სპონსორი წარგინოთ, რომელიც არის მინიკუბი. ეს არის მინიკუბი, ჩვენი სპონსორი ამ ეპიზოდის და რა თქმა უნდა ეს არის შენი საერთოდ საერთოდ არ მოველოდი და არ ვიცოდი რომ ესე მე მქონდა ეხლა არა თან შიგნით არის უგემრიელესი ორცხობილა, ბევრი სათამაშო. აქ არის ორცხობილა თუ ანუ ორივეგან არის ორცხობილა? ორივეგან არის ორცხობილა. შეგიძლია ისე ამბობ. მინიკუბი მეგობრებო. ხა გადავიდეთ საქმეზე. რატომ მოვედი შენთან და რა მინდა შენგან? აბა. მე ვიცი რომ ჩვენ ბევრს არ ვლაპარაკობთ ანიმაციებზე, ხელოვნების სფეროზე და გადავწყვიტე რომ ამ კარის გახსნა შენთან ერთად დავიწყო. ძალიან სასიამოვნოა რომ ჩემთან ერთად გადავწყვიტე კარის გახსნა. მე მაინტერესებს შენი გზა, როგორ დაიწყე, როგორ მოხვდი საერთოდ ამ სფეროში. აი თუნდაც ბავშვობაში ქონდა თუ რა წარმოდგენა, მე მინდა ანიმაციების კუთხით განვითარება თუ ანუ როგორ წარმოგედგენია, საიდან დაიწყო აი ჩანასახი საიდან წამოვიდა შენს გონებაში? ჩემი გზა, ჩემო თამუნა არ ყოფილა იავარდით მოფენილი, მინდა გითხრა. ეკალბარდებით ძირითადად, ანუ ეგ ხუმრობით თან სიმართლით. ხო ანუ რეალურად პატარაობიდან მინდოდა ამ პროფესიას გავყოლოდი. ჩემი თავარი მომოტივირებელი იყო ის, რომ პატარაობაში რა უყურებდი ხოლმე სიტყვაზე იგივე Cartoon Network-ზე, Nickelodeon-ზე და სხვა სტრიმინგ პლატფორმებზე რაც იყო, ანუ ანიმაციებისაც გადივდით ძირითადად. ყოველთვის მინდოდა რომ შემენახა ხოლმე ეგ კადრები, რაღაცა ამ პერსონაჟი რომ მომეწონებოდა, ან რაღაცა კონკრეტული ტიპაჟი და რაღაც კონკრეტული ნახატი. მაშინ არც ვიდეო კასეტები იყო, არც DVD პლეიერი, ან კომპიუტერი არ მქონდა. და მინდოდა ხოლმე რომ რამენაირად ხო შემენახა რა და დღემდე მაქვს ხოთა შორის ეგ ნახატები შენახული რა და იყო ეგეთი მომენტი რამდენჯერმე რომ გადიოდა სიტყვაზე აი Cartoon Network-ზე პირობითად გადიოდა Dexter's Laboratory რა და ანუ აი მილიონჯერ ხო უყურებდი ამას რა და ანუ ხო ვიმახსოვრებდი ტიპაჟს და თან მაინტერესებდა როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი რა ეს ხდებოდა 12-დან 13-დან ზემოთ მერე უკვე რა მაგაზაკიდან მოყოლებული ხო და ძალიან ბევრი ტიპაჟი დავხატე მაგ დროს რა, ცნობილი ქარაქტერები ვინც იყო რა. ხატვა თავიდანვე გეხერხებოდა ხო? ხატვა ბავშვობიდან ხო, მაგრამ უშუალოდ აი ანიმაციას რომ მოვაქცია ყურადღება, ერთ-ერთი მომოტივირებელი იყო ეგ რა, ანუ მე იყო რუსთავიურზე დაიწყო ჩემი სკოლის პერიოდში, აი ბავშვობაში, ეს ლუი ანდერსონის სერიები. ბავშვები 402 ოთახიდან და აი ხო აი ეგენი რა. და აი ყოველდღე ხა სკოლაში წასულამდე რომ მაგ ყველაფერს უყურებ და რაღაცა და ანუ გაჟღენთილი ვიყავი მთლიანად მაგ ყველაფერს. Spider-Man-ის 90-იანების სერიალი და მაგას მეც ვუყურებდი ყოველდღიდან სკოლამდე. კი. და ანუ ეგ იყო ერთ-ერთი მომოტივირებელი რომ დავინტერესებულიყავი მაგ სფეროთი. პირველი შეხება ანიმაციასთან როდის ქონდა? ანუ შენით რო დაიწყე, ხო? უშუალოდ ანიმაცია რო გავაკეთე? ხო. უშუალოდ ანიმაცია. უნივერსიტეტში იყო, მანამდე იყო, მერე იყო თუ როგორ? უშუალოდ ანიმაცია რო გავაკეთე, უნივერსიტეტში იყო კი. წარმოიდგინე უნივერსიტეტთან სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და ანუ არც ვიცოდი საერთოდ კიდევ არ ვიცოდი 2010 წელს რო ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში კიდე არ ვიცოდი უშუალოდ აი სპეციფიკა როგორ ხდებოდა მაგ ყველაფრის აი გაცოცხლება რა ნუ კაი ხატავდი ახლა პერსონაჟებს და 2D რაღაცეებს და ხო მაგრამ ანუ აი პროგრამაში რა სოფტები არსებობდა მაგისთვის როგორ უნდა მიგეღო შედეგი კონკრეტულად 2010 წელს როცა ჩავაბარე პირველ კურსზე როცა ვიყავი აკადემიაში ჯერ კიდე არ ვიცოდი ეგ და მე დრო და დრო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ის პროგრამა, რაშიც დღემდე მუშაობ. ეს არის მოჰო. რატო თქვი? დაგასტარი. იმა დრამი არ მაცადა, ხო ეს არის მოჰო. თავიდან მოჰოს ერქვა ანიმე სტუდიო. მაგას მე არ მოსწარი არა. მე გავიცანი მოჰოდი. მოჰო ერქვა სუთავიდან 2004 თუ 2005 წელი იყო. 2006 არ მახსოვს რა. პირველად რო გამოვიდა ეგ პროგრამა რა. მეგობრებო, ვინც არ იცით, ანუ ეს არის ანიმაციის პროგრამა, რაშიც მუშაობთ მეც და თამუნაც და ჩვენი კიდე ბევრი მეგობარი და კოლეგა. მოჰო ქვია რა. ხო და აი ეს მოჰო თავიდან იყო ანიმე სტუდიო და 0.5
მერვე ვერსია თუ რაღაცა იყო რა, როცა ჩავრთე რა. მეგობრა კურსელმა მირჩია სხვათა შორის რა, ძალიან მაგარი პროგრამაო, ანიმე სტუდიოა რა. ვიღაცამ რო იცოდა ანიმაცია. ხო, და წარმოიდგინე მეთქი ეს რა არის და რაღაცა და მე მაშინ ვიყავი Photoshop-ზე მიჩვეული რა. Photoshop-ში აკეთებდი Photoshop-ში არა, ეგეც იყო სხვათა შორის, ხო, ანუ აკადემიაში რაღაცა ფორმით ხო უნდა ანუ რეალიზება ხო უნდა მომხდარიყო ანიმაციის და ეგეთი ის იყო რომ ამდენ ფურცლებზე გვახატინებდნენ სხვადასხვა ფრეიმებს რა, კადრებს რა და მე ამას ვასკანერებდით, ანუ აი ძალიან წვალება იყო რა, ვასკანერებდით ყველა ფრეიმს. რომელი წელი იყო 2005 თქვი თუ რომელი აკადემიაში ეგ უკვე 2011, 12, 13 აი ეგ წლებია რა. და აი მაგ პერიოდში ვასკანერებდით ესეთ სათაოდ ფრეიმებს და შექონა Photoshop-ში და Photoshop-ში რო ანიმაცია აქვს, ხო იცი? Timeline რო გამოდის პატარა რაღაც. აი მაგაში ვაკეთებდით ხოლმე და აი ვიტანჯებოდით რასაც ვქედა. აი ზუსტად ხო არა, ძალიან რთული იყო და მთელი რიგი პრობლემები მოყოლდა ხოლმე მაგას, იმიტომ რომ ფრეიმები ირეოდა და რომელი ფრეიმი დაასკანერე და რომლის მერი არის. ხო ხვდები, სიგიჟია რა. ხო, ანუ აი თავის დროზეც რო არ მუშაობდნენ, ეგეთი სპეციფიკით წარმოიდგინე. ეგეთი სიტუაცია იყო მეგობრებო აკადემიაში. იმედია დღეს ეგრე არ არის, მაგრამ იმედი მაინც ახლა როგორც ვიცი TV Paint სწავლობენ და საკმაოდ კარგი პროგრამაა TV Paint. კაია, ხო, ანუ ფრეიმ მეც მიმუშავია TV Paint-ში, ხო. მე ვიწვალე. ანუ მე მივხვდი რომ frame by frame ჩემი არ არის. მართლა? ხო, მაგრამ აი ეფექტების გაკეთება frame by frame-ში მომწონს, მაგრამ აი მოსაც აქვს თავის ხო და მაგიტო კომფორტულია ჩემთვის მხოლოდ რომ კიდე კაი დაამატეს. მოში ვერ ვაკეთებ. ხო, მაგაში ვერ ვაკეთებ, კომფორტულია. იმიტომ რომ TV Paint-ს ცოტა პროგრამამ დამაბნია, ძალიან ბევრი თული ქონდა რა, ხელსაწყოები და მეთქი აქ რა ხდება, ცოტა ვირია. თავიდან რომ ჩავრთე მოჰო, მაშინ ანიმე სტუდიო 8 და 0 რო ჩავრთე მეთქი ეს რა არის, Photoshop-ზე რო ვიყავი მიჩვეული რა და ინტერფეისი ხო ანუ ინტერფეისი ხო განსხვავებული აქვს, ეხლა რაღაცეები სხვანაირად არის განლაგებული და მეთქი ეს რა არის და 1-2 ჩართვა იყო რომ გავუგზელე მაქსიმუმ და შევეშვი რა სადღაც ერთი წელი აღარ ჩამირთავს. და მე ანუ საერთოდ ხო ანუ წვეტა იყო სერიოზული რა. მე YouTube-ით ისწავლე თუ როგორ YouTube-ით ისე ხო. მე ჩვენი ერთ დღეს YouTube-ზე აღმოჩინე რაღაც გაკვეთილები და რაღაცა რომ და მეთქი ახლა მაიცა ანუ თუ ესე დეტალურად ხსნიან მოდი ვცდი რა. ჩავწერე ისევ ხო ისევ იგივე პროგრამა რაღაცა და ანუ დავიწყე რაღაცა ძალიან დილეტანტურად რა აი აზზე რო არ ვიყავი და უბრალოდ აი A-წერტილიდან B-წერტილამდე რო უნდა გაციო რა და ანუ აი ეგეთ რაღაცებს ვაკეთებდი და მე დავამუღამე და ბოუნები, ლეიერები, თვისებები და რაღაცა და ამასობაში წლები გადიოდა და იხვეწებოდა ეს პროგრამა რა და სადღაც 2016-ისკენ თუ 17-ისკენ დაერქვა ისე მოჰო. აჰა. აი მაგ დროს დავიწყეთ ჟირაფ ჟოზეზე მუშაობა. შენ მოკლედ ჟირაფ ჟოზეზე სტუდია ველოსიპედში შენ მიხვედი როგორც ანიმატორი და მე მანამდე ვიყავ როგორც მხატვარი. იმიტომ რომ რაღაცას ვუხატავდი, იმიტომ რომ ანიმაციები არ ვიცოდი და როცა მოვედი და მე მანამდე პირველი პროგრამა რაც ვისწავლე იყო After Effects და მე იყო Adobe Animate რა. ხო, მახსოვს ეგ მაგაში მუშაობდი რაღაცებს კი. Animate-ის მე მოხო რომ დამანახეთ. მეთქი ეს რა არის? ეს რა საშინელება გახსოვს? ეგ პერიოდი მახსოვს სხვათა შორის ხო? ახალბედა რო იყავი მოხოში კი. და რაღაც მელია და რაღაცა გააკეთე პერსონაჟი მე ხო? კი, აუ მიყვარს ეგ ჩემი პირველი ანიმაცია იყო მოხოში რაც გავაკეთე 5 წუთიანი და ძალიან ეგ საქართველოში არ გააკეთე ხო? სადღაც ესტონეთში რაღაც სტაჟირებაზე ვიყავ. სტაჟირებაზე ვიყავ კომპანიაში და ანიმაცია გავაკეთეთ იქ. მოდი ვისაუბროთ სტუდია ველოსიპედზე, ჟირაფ ჟოზეზე. როგორ მოხვდი? სტუდია ველოსიპედში მოვხვდი. გიორგიმ გამიცნო Facebook-იდან რა, მარშანიამ და გიორგი და კემო გავიცანი ერთდროულად რა. Facebook-იდან მეგობრებო ვინც არიცით, კემო არის ჟირაფ ჟოზეს ტიპაჟის შემქმნელი ხო? გიორგიმ და ხო, character designer ხო? და ნუ დავმეგობრდით ეს Facebook-ით რა, ჩვეულებრივად და მე შედგა შეხვედრა რაღაც პატარ-პატარა წვრილი იდეები და პროექტები ქონდა მაშინ გიორგის რა რაღაცეებს აკეთებდა და სანამ უშუალოდ ოფისში მუშაობაზე გადავიდოდით, მანამდე გავაკეთეთ ფერები, ანუ ეს ცნობილი ანიმაცია რო ხო. ხო, ბოდ გავაკეთეთ ანუ ხანსად რომელ სტუდიაში ვიყავით, ხანსად ანუ ერთხელ საბავშვო ბაღში დაგვითმეს, როგორც ვიცი, ანუ ფართი რა და 1-2 იქ ვიყავით მსულები და ხო, კი. ხო, ყაზბეგზე რო იყო რაღაც ხო. მანდ გავაკეთე პირველად ჟოზეს ანიმაცია, მე მთლიანად მარტო ფერები ყოჩახ. ხო, მადლობა. და მე დავიწყეთ ანუ 2017-ში გადავედით უშუალოდ უკვე სტუდიაში, ოფისი რო ქონდა და იქ დავიწყეთ მე მუშაობა. და შემოიკრიბა ხალხი ცოტა. მაგრამ ანუ როგორ რთული იყო, როცა არავინ არ იცის და მარტო შენ გიწევს მთელი ეს ანიმაცია ზიდო და აკეთე. მაშინ ჩემთან ერთად იყო, სანამ შენ დაბრუნდებოდი ველოსიპედში ხელახლა. ტატო იყო დუმბაძე, მე და ტატო ვაკეთე, ხო, მე და ტატო ვაკეთებდით ხოლმე.
ანიმაციებს. ძირითადად ჩვენ ორნი ვიყავით. თარდება, მაგრამ თავარი პრობლემა რაც არის რომ ანუ აი კოლეჯი და რაღაცა ეგეთი არ არსებობს რა. რაც დიდ პარტიას რო გამოუშვებს რა, რომ ანუ სიტყვაზე. ხო, არ არის ეგეთ სამწუხაროდ. იდეაში მეც ეგ პრობლემა შეაქვს, ბურთულა რო გავაკეთე მაგის, მაგრამ ანიმატორი არ მყავდა და ну თქვენ იყავით, თქვენ არ გეცალათ, შენ კიდევ მე ჩემს ტიქიებში ვიყავი რაღაცა ორდინელი. ხო და მომიწია რომ კურსი შემექმნა და ეხაც კურსი გავაკეთე რომ ვასწავლო ამ ხალხს რომ ბევრი იყო. რა ხდება ეს კურსზე? არის მოთხოვნა? როგორი სიტუაციაა? ნორმალური, ისეთი დიდი მოთხოვნა არ არის, როგორც მინდა რომ იყოს, მაგრამ მონდომებულები არიან ძალიან და ეგ მიხარია, იმიტომ რომ ეკაჩები ადამიანს როცა არ უნდა ძალიან რთული, ანუ ეგეთი არც დაიწყებს ანუ სწავლას. არც უნდა დაიწყოს. ხო, ფულს ხო იხდის, ანუ ეგეთი სტუდენტები იდეაში არც უნდა იყოს, იმიტომ რომ წამიკი ანიმაციის კურსია ხა და საჯარო სკოლა ხო არ არის ხა ტიპი მოდის, იმიტომ რომ ისწავლოს რა. გაკო მე შენთან მაქვს შემდეგი კითხვა. აბა გამოუშვი. გამოწვევა რა იყო შენთვის? რა პროექტი იყო ესეთი გამოწვევასავით რა, რომელიც გაგიჭირდა რთული იყო და რატო იყო რთული, ეგ მაინტერესებს. ჩემი ყველაზე გამოწვევა მთავარი იყო, რაც გამიკეთებია დღემდე, ბედნიერიერის ანიმაცია. ხო იცი? რა თქმა უნდა. ხო. ვინ არის? ხო და აი მან რაც გავაკეთე, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით იყო level up-ი ჩემთვის რა, ანუ რაღაც ერთი საფეხურით ავხტი ზემოთ რა, იმიტომ რომ რას გულისხმობ. ეს ხო შენ პერსონალური პროექტი იყო? კი, ჩემი პერსონალური, ანუ სრული ენთუზიაზმით და თავის ყველაფერით. გახმოვანებაც ხო ჩემია ყველაფერი. სადაც 20 დუბლი ჩავწერე მაგის და ანუ აი ხმა მქონდა ჩახლეჩილი ბოლოში ვღრიალებ და რაღაც ისეთი ემოციებში შევდივარ და რაღაცა და თავარი გამოწვევა მან რა იყო? ხელის პლასტიკები. ხო, და ანუ ის ჟესტიკულა, ეგ არ არის ანიმაცია, როგორ თქვა, მულტიაშკა ტიპაჟი არ არის. არა, სერიოზული. ანუ ჩვეულებრივი ანატომია აქვს რა. და ეს ხელებს რო დაიდებს და რაღაცა და ანუ ეს როშლიის და რაღაცა ხო, ანუ აი მიხრა და ეს ხელი, ანუ მოჰოშია რა. გიმუშავია და იცი რომ არ არის მარტივი რა, სათითაოდ ეხლა წარმოიდგინე, ყველა თითი, ყველა შეიპი იყო სათითაოდ რა. ძვლები არ ჩაკისვამს არა, კი. მაგიტო სპეციალურად არ ჩავს ძვლები, იმიტომ რომ ძვლებზე რო არ ყოფილიყო დამოკიდებული და ძვლებს ხო იცი შეზღუდვა აქვს თავისი რაღაც ლიმიტი აქვს რა და იმის იქით ვერ მიდიხარ. დანარჩენი ყველაფერი მთელი შეიპები იყო ერთ ძვლზე დამოკიდებული. შეიპებით შვებოდი მთელ თემაზე. და ანუ იმის მიხედვით თუ რა მჭირდებოდა, როგორი ხელის მოძრაობა მჭირდებოდა, ანუ როგორ თქვა, მაზოხისტურად და როგორ თქვა, პერფექციონისტულად უბრალოდ დიდი მოთმინებით ვაკეთე რა. და დაიდო ესეთი შედეგი, რომელიც ანუ არ მიქნია რა აქამდე. ანუ არ სიგიჟე ხა არ ვიცოდი რომ ეგრე გააკეთე. ძალიან საწოლებო საჩალი შექმნა. რა დრო დაგჭირდა ანუ მთელი პროექტი რო გააკეთე. 3 თვე ალბათ რა. 3 თვე. ჯამში სამუშაო პერიოდი რო აიღო, თორე ისე ალბათ 8 თვე ალბათ. გამეწელა რაღაც ჩავარდნები მქონდა რაღაც ხო. თან მუშაო პარალელურად ასე. ხო, ეგ მაგაში ხო ფული არავის არ გადაუხდი, ეგ ჩემი ენთუზიასტური პროექტი იყო თავიდან ბოლომდე და აი ეგ არის ხოთა შორის ძალიან დიდი პრობლემა რა. რასაც ვაკეთებ ხა ანიმაციებს ხო? მანდედან მონეტიზაცია ერთადერთი YouTube-ის ნახვით თუ რაღაცა და ფულს ანუ სპონსორი მაგაში არ მყავს. ხალხო დამასპონსორეთ თვითონ. რა გჭირდება? კარგი ანიმაცია. საქართველოს კინო ის რო ცენტრი არ დაინტერესებულა მსგავსი ანიმაციების დაფინანსებით. თვითონ არ დაინტერესებულა, არ შეხმარებია. მაგრამ შენ უნდა შეიტანო განცხადება როგორც ვიცი ხო? ხო, მაგრამ დაახლოებით ვიცი რა ტიპის მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს აფინანსებენ და რაღაცა მე ცოტა სხვა მიმართულება მაქვს. ანუ მე ისეთ ტემპში და იმ რაოდენობით შემილია ვაკეთო, რომ თვეში შემილია 2 ანიმაცია დავდო სიტყვაზე რა. თუ იქნება 2-3 წუთიანი. ხო, ოღონდ წარმოიდგინე უნდა იყოს ინტენსიური, რომ დილით 8 ადგილი მაგის მეტი არაფერი არ მოაკეთო. ხო, და დილით 8 ადგილი მაგის მეტი არაფერი არ აკეთო. მაგისთვის გინდა ფული, რომ ანუ სხვა ყველაფერი შემოსავალი და რაღაცას წყარო გვექნება ჩახსნა მანდედან რა და გადაერთო მარტო მაგაზე. მაგ შემთხვევაში შესაძლებელია. ჟოზეს ამდენ ხანში ვაკეთებდით ხოლმე დაახლოებით. თვეში ერთი ხო ესწრებოდა მინიმუმ. კი. თან მაქსიმუმ თვე ნახევარი გაწერილი. ეს რა ჟოზეს როცა ვმუშაობდით ჩვენ არ გქონდა გამოცდილება იმდენი და ეხა ბევრად სწრაფად შეგვიძლია, აი რავი ერთ კვირაში გავაკეთებ ერთ სერიას ეგრე ვარ უკვე რა გაწვრთნილი. თან თიმი თუ ყავს და შეკვული გუნდი თუ არის საერთოდ რავი საათივით რო გაგაწყობილი რა. აი ეგ არის ჩემტკივილი რეალურად რომ მაგდენ ხალხში ანუ როგორ თქვა ოღონდ დაფინანსებული აი ენთუზიაზმის ძალიან დიდი ხანი ვერ კაჩავ რა. ყველა ანუ კიდე რაღაც შემოსავალი გჭირდება. კი, ანუ 5 რგოლი რო აიღო, ძლიერი რგოლი სიტყვაზე და 5-ვე ენთუზიაზმით რო იყოს, იმ ერთ-ერთ რგოლს, ანუ 2 რგოლს, ანუ გაუჩნდება რაღაც ალტერნატიული სამსახური, რასაც ფულს გადაუხდიან და გამოგეთიშება მე რა და всё, ჯაჭვი ირღვევა რა. მაგისთვის გინდა ყოველთვის რომ აი რაღაც დიდი დაფინანსება მოიპოვო რომ შედგეს რაღაცა კონკრეტული პროექტი, რაც სამწუხაროდ ფინანსობით არ კეთდება. ხო, ანუ
ეგ ჩვენი ძალიან დიდი სევდა, თორე ამდენი პროექტი ხოდა გიგია. თან ეს რა არის, მე ანენსიში როცა ვიყავი, მან ხო ეძებდი სპონსორებს რა და ყველა მეკითხებოდა ერთ და იგივე რაღაცას. ოკეი, კაი, მე დაგაფინანსე, მაგრამ თანადაფინანსება არ ხდება შენი ქვეყნიდან არანაირი, მეთქი თვალ ეგრე არ ხდება ჩვენთან. ეგეთი იყავი ხო? ესეთი იყო. დიდად არ არის. ჩვენ სხვაგან ვართ ხო? ანუ იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, ანუ ჯერ ერთი რომ ანიმაცია საკმაოდ შემოსავლიანი არის, კომპანიებისთვისაც და ასე შემდეგ, ვინც დაასპონსორებს, რო იცოდეთ. გარდა ამისა, ანიმაციებს შეუძლიათ, რომ ძალიან ღრმად შეაღწიონ ადამიანის სულში, თუნდაც ბავშვებში და რაღაცები შეცვალონ მათში რა. კი და ძალიან კი ეგ მესიჯებისთვის სერიოზულად შეიძლება გამოიყენო. თან კიდე ანუ გაძლევს ანუ აი ფრთების და ფანტაზიის ბოლომდე გაშლის საშუალებას, იმიტომ რომ ეს სიტყვაზე რაც შეგიძლია ფილმში ვერ გააკეთო. ვერ გააკეთო. კლასიკური ანიმაცია როცა დაიწყო, იქიდან მოყოლებული ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რომ ანუ ფილმში რო ვერ გააკეთებდნენ სიტყვაზე რა. მაქსიმალურად შლიდნენ ფანტაზიას, ხო? აი წარმოიდგინე სამყარო, რომელიც დაუშვათ თუნდაც სიზმრებში რაც გესწრება რა, ირეალური სამყარო. და ამით შექმნა ფილმში თუ გინდა CGI უნდა გამოიყენო. რა ძალიან ძვირიჯდება. რა ძალიან ძვირიჯდება. ანიმაცია ძვირიჯდება, მაგრამ ანიმაცია ძვირიჯდება, ხო? ისე არა ეხლა, ხო? ისე თან არა. მაგრამ ხო აი თან დაუშვათ თუ პერსონალური პროექტები გაქვს რა, რაც სუ იდეებით ხარ დაუშვათ სავსე და გინდა შექმნა. რა თქმა უნდა, რო ისწავლე ანიმაციას, ამას გააკეთებ და ანუ ფესტივალებზეც გაიტან თუნდაც. და რავი, აი ძალიან მაგარი რამე არის ანიმაციები. მე მინდა მითხრა ანიმაცია, რომელმაც შენზე ძალიან კარგი აი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რაღაც შეცვალა შენში. გაქვს ეგეთი ანიმაცია? კი. Love, Death and Robots ნახი ექნება. რა თქმა უნდა, რომელი? მაშინ ჩემი ფავორიტი სერია გამოიცანე. შენი ფავორიტი სერია გამოიცნო? პირველი სეზონიდან. პირველი სეზონიდან? დაიცადე. აღარ ვახსოვს. ჩვენთან კავშირშია. Zima Blue. აჰა. როგორ ვარ Zima. Shame on you. აი, არა, ბაზარი არა, Zima Blue-ს და გამომეცნო. ოკეი, რატო? ანუ რავი, აი იმიტომ რომ რაც ხდება საერთოდ მაგ სერიაში რა, ნულიდან რომ დაიწყებს, ხო, აი ეგ არის რა, ნულიდან რომ დაიწყებს და რაღაც ბოლოში რომ გავა, ყველაფერს რომ მიაღწევს ცხოვრებაში და აი ხა დასპოილერება გამომივა, რავი, თქვა. არა, ყველას ექნება, ნახე, თუ არა დაუყურეთ. ხო, რავი, იმიტომ რომ მარტო ერთი სერია არა, ბევრია. ხო, ის მარტო ერთი სერია, Zima Blue-ს გარშემო მარტო ერთია, ხო. და ანუ მაგ სერიაში რაც არის თავარი, რომ ჩემთვის რაც იყო, რომ ანუ საიდანაც დაიწყო, ხო, ის თავიდან რო ის არის, რა ქვია, აუზის წმინდავი აპარატი აი სადანაც დაიწყო, ანუ ტიპმა ყველაფერს მიაღწია, ყველაფერი ამოხსნა და ანუ კითხვა დაუსვა საკუთარ თავს, რომ და მე რა, ანუ რა თმიდა ეს ყველაფერი, ხო? და ბოლოს მაინც გააკეთა ის საქმე, რითაც ძალიან დიდ სიამოვნებას იღებდა თავიდანვე. თან როგორ პომპეზურად გააკეთა ეს ყველაფერი. ხო, გადახდა აუზში რომ ხდება. ჩემი თავარი ფუნქცია რაც არის, მე ეს ფუნქცია მინდა ვაკეთო. ანუ ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს სამყაროში ჩემი აზრით. მეც მჯერა მოდის. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ჩვენ სხვას როცა უყურებთ, მე ვიბნევით ჩვენს მისიაში და ის სხვა რაღაცა გვინდა და ეგ უშუალოდ ძალიან დიდ შეცდომას. ხო, ხვის მაგალითზე რომ აფასებ ხოლმე საკუთარ თავს ძალიან ცუდი რაღაცაა ეგ. გულს უნდა მოусვინო რა, შენ მაგულმა ყველაზე კარგად იცის რა გინდა და სად უნდა წახვიდე და გართულია რომ სხვას არ შეადარო თავი და ხვის წარმატებას არ მიაქციო ყურადღება და იმის მიხედვით ახლა საკუთარ იმის შაბლონი არ მოარგო შენსაც. ქონია ხოლმე შემთხვევაში შედარებებს რო აკეთებ რა, ხო აკეთებთ ხოლმე ვადარებთ ჩვენს ანიმაციას თუნდაც ან ჩვენ შემოქმედებას სხვას, ანუ ქონია ის მომენტი რომ ცუდად გიგრძნია თავი, იმიტომ რომ ვიღაცას უკეთესად აკეთებს და შენ ჯერ არ გამოგდის ან რაღაც მსგავსი. დაუნფოლები ეს რო თქვა ემოციური. კი. ანუ ვიღაცისთვის შეიძლება მე ვყოფილიყავი ეგ მიზეზი, ნახე როგორი წრეა. მართალია. ჩემი შედეგი გენახა და სადღაც რაღაც კონკრეტულ განვითარების რაღაც ეტაპზე იყოს. და ნახოს და აუ ნახე გაგლო რეებს აკეთებს აუ მე ჯერ უდეს მივალ მაგიმამდე მეც მქონია ეგენი რა თქმა უნდა ეხა ძირითადად იცი რაშია გადასული ანუ რასაც უყურებ ხოლმე ვიზუალურ შედეგს კონკრეტულად ანიმაციის სიტყვაზე ეხა ლადოსენთ რობოტის ახალი სერია გამოვიდა რა ერთადერთი რა გულისწყეტაც მაქვს ხოლმე ის რომ შემილია მსგავსი გავაკეთო მაგრამ თითქოს ხელფეხი მაქვს რა შეკრული რომ ისთვის რომ ანუ ეხა ეს იადგე და ხელფეხი ანუ ხელფეხი შეკრული რატო გაქვს იმიტომ რომ რადგე ეხა სიტყვაზე დაიწყო ამაზე მუშაობა ეხა კი მუშაობა ეხა ტენეტი გრანილის ახალ ანიმაციაზე მაგრამ პარალელურად მიწევს რაღაცა საქმეების გაკეთება იმისთვის რომ შემოსავალი გქონდეს ელემენტარული ხო და ეგ არის ზუსტად რომ უყურებ რაღაცა კონკრეტულ ანიმაციის შედეგს რომ აი გააკეთეს და ანუ ხო იცი ხა შენ ხო ანუ ტექნიკური თვალსაზრისითაც ხო უყურებ ხოლმე ანიმაციას რომ ამას როგორ გააკეთებდნენ ხა და ანუ აი ხო და რო უყურებ ამას ხო ანუ ხვდები რომ ტექნიკური თვალსაზრისით ამ მსგავსი რაღაც გაკეთება შეგიძლია ძალიან მაგარ თემაზე მაგრამ აი ხელფეხი მაგით შეკრული რომ უბრალოდ რომ გააკეთო ესე აი ამაზე ვერ იზავ რა იმიტომ რომ
ასე თუ ისე ძალიან კომპლექსური და რთული სამუშაოა რა, მიუხედავად იმისა, რომ ხა იცი როგორ ქნა, მაინც ჭირდება დრო და ძალიან დიდი რესურსი რა. ხო და ეგ არის ერთადერთი გულისწყობა და დაუნფოლები მანდ მაქვს ხოლმე, რომ აი ხა მე ესე უნდა ვიყო ხა პროსტა რო ანუ აი რატო არ ვაკეთებ მსგავს პროექტზე რატო არ მუშაობ მაგიტომ მინდა რომ ზუსტად აი საქართველოში რაღაც აი ერთი მინიმუმ 20 კაციანი გუნდი რო რაღაც შეიკრას აი ძალიან კაი ადამიანები წარმოიდგინე ვიცი ის მოჰო 20 კაცი ვერ შევკეთე მაგას წარმოიდგინე 20 ადამიანი რომელიც მუშაობს მოჰოში ანუ რამხელა ბომბია წარმოიდგინე ეს შემდეგი კითხვისთვის მზად ხარ აუ არა ღმერთი ჩემო მოემზადეთ გული გავაზადეთ რა გიხვა ეგეთი რა შესაძლებელი ყველაზე მეტად რა გიყვარ შენ საქმიანობაში ბოლო შედეგი რა თქმა უნდა როცა დააჭე აი ლაიქები და კომენტარები თუ რომელი ნაწილი კი ანუ მაგას ხალხო აღიარებ რომ ფიდბექი ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ანუ აი რო გილაიქებენ ხალხი რო კომენტარში რო გიწერს რომ მადლობაო აი ხა ვინც ნახავთ ჩემი ანიმაციების გულშემატკივრები ამას რომ მიკომენტარებთ ხოლმე რომ მადლობა და რაღაცაო თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეგ რამხელა საწვავია ჩემთვის რა мотивация იცი როგორი мотивация ანუ აი სერიოზ აი არ ვიცი რა ნარკოტიკია ჩვეულებრივი რა იმიტომ რომ ამ წარმოიდგინე და კიდე გავაკეთებ ხოლმე ხო ამ წარმოიდგინე ეს ის არის ენთუზიაზმს იმაშობა ხო აბალანსებს ხო ანუ ენთუზიაზმს მინარჩუნებს უფრო სწორად ცეცხლს უკიდებს ნაუცნაუც კი ზუსტად ხო იმიტომ რომ რავი და კითხვა რა იყო რა გიყვარს ყველაზე მეტად ხო ეგ ხა ხუმრობით გადავედით თორე და ისე საბოლოო ჯამში სერიოზულია ხო ნახევრად მაგრამ საბოლოო ჯამში აი space-ს რო დააწევი და დამონტაჟებულ ფაილს რო უყურებ უკვე ხო აი საოცარი შეგრძნება ეგ რომ რაღაცა ცოცხლდება და შენგან დამოუკიდებლად რო აგრძელებს ცხოვრებას რა ხო ეგ ხო აღარ არის მხოლოდ შენი უკან მე რამდენიმე შემთხვევა მქონია რომ რამდენიმე არა ჩემ ნამუშევრებზე არაერთზე არა მარტო ანიმაციებზე ნახატებზეც მხოლოდ რა ნახატებზეც მათ შორის რა ეს მე გავაკეთე ქონია ხო? კი. მე მგონი იქ ყოველს ქონია. მგონია რომ რაღაც სხვა სული ჩასახლდა, გააკეთა და შედეგს მე უყურებ ვითომ, ვა. ხო, ანუ და ის გაქხოლმე ხშირად რო უყურებ რაღაც რაც გააკეთე. და სხვათა შორის ჩემ ყველა ანიმაციაში არის ერთი 3-4 შეცდომა, რაც ატვირთვის მერე და აი რამდენიმე თვის მერე ვნახე. როგორ გვეპარება, ვერ ხვდები ტრილიონი შეიძლება იმის ბრალი რომ მართლა 500 ჯერ უყურებ და ცდილობ რომ იპოვა და მაინც გრჩება რა, ნებიდან მაგ მომენტს, მაგრამ ანუ ეს ჩვეულებრივი მომენტი მგონია უკვე, იმიტომ რომ სიტყვაზე რო აკეთებ 3-4 ან 5 წუთიან ან მეტ. დაზღვეული არ ხარ საერთოდ რომ ეგეთი ის გაგიპაროს და შეცდომები გვეპარება. ძალიან ბევრ თვალს უნდა ანახო რა. მე მაგას არ ვაკეთებ ხოლმე. ხომ ჩვენ კაი, მაგრამ დიდი კომპანიები დისნეის ანიმაციებში ტრილიონი შეცდომები არის ხო? არის კი. და მე ეს უფ, კაი არა ვაშოს. ხო, არის. ანუ რაღაცნაირი სათითაოდ აკეთებ ხელით ქმნი ამ ყველაფერს ხო ანუ გადაღებულ კადრში შეიძლება გაგეპაროს ანუ ვიდეოს რო იღებ რა მან შეიძლება გაგეპაროს და ახლა არა იქ რაღაც თითი არ მოხარა კარგად ჩემ შემთხვევებში რა სიტყვაზე არასწორ მომენტში გაიღიმა და ფიქრობ რომ ცოტა გადავწევდი ამ მომენტს და რაღაცა და ანუ აი მილიონი შესწორება გაქვს ხოლმე მაგრამ მაგას რომ მიყვე ანუ არ დასრულდება არასდროს ხო არა სხვათა შორის მაგისთვის კარგი არის რომ ბევრ ადამიანს ანახო რა. ხო, უპოულობენ შეცდომას. ხო. აი გუნდი კარგი იყო ჩემ შემთხვევაში, რომ აი ანუ ყველა რო უყურებს, ყველა რაღაც შეცდომას პოულობდა რა და თან სხვადასხვა ადგილას ერთ გამოიპარება და მეორე იჭერა. ძალიან კაია, კი. ხო და ეგ არის რა საბოლოო ჯამში აი ამდენი წვალების და როგორ თქვა, თვალების თხრის და თან ხო ზიხარ ხალხემალი გეღუნება რაღაცა და ანუ არ არის კომფორტული სამუშაო რა, ასე სიმართლე ვთქვა. რაც არ უნდა გიყვარდეს, ეხლა ანუ იღლები ძალიან ფიტავს. ხო, ფიზიკურად სუზიხარი. ხო, და ამდენი მუშაობის მე აი საბოლოო შედეგს რო უყურებ ხოლმე, აი ბოლო მომენტია ხოლმე რომ აი მე მოყვება რა თქმა უნდა გამოხმაურებები და რაღაცები რომ მოყვება რა თქმა უნდა. ო, ნეგატიურ კომენტარებზე გაქვს ხოლმე რეაქცია? და ანუ თუ გახსოვს რომ ეს ნეგატიური კომენტარი რომელმაც ცოტა შოქში ჩაგაგდა. ადრე მქონდა. ეგეთი რეაქციები რა, იმიტომ ყოფილა შემთხვევა რომ დამრიგებლური ტონით მიკომენტარებდნენ რა. ანუ სიტყვაზე ხო, ისა შოთა რუსთაველს კოსტუმი ჩავაცვი, ხო იცი? ხო. და მაგაზე გამიჩმახეს? ანუ მაგაზე გაიწყეს გამიჩმახ, იმენა გამიჩმახეს მართლა. ანუ ხო რა შოთას კოსტუმიო და რაღაცაო და შოთას აფლავში ტრიალებს და რაღაც კომენტარები და მე თავიდან გავბროზდი რაღაცა, მაგრამ მე გამეცინა. იმიტომ რომ ისეთი კომენტარები იყო რომ ანუ როგორ შეიძლება ხა კოსტუმი ჩავაცვი ის ხო არა, კაბა ხო არ ჩამიცვია რაღაც საბანკეტო ხო? ანუ ძალიან სოლიდურად გამოიყურება.
ხო და ანუ იყო რა ეგეთი შემთხვევები რომ ანუ თითქოს თითს მიქნევდნენ რომ ესე არ შეიძლება ისე უნდა ქნა და რაღაცა და ანუ ხო ხდები ანუ თავიდან გაღიზიანებს ეგეთი რაღაცები მაგრამ არა მე ახალბედა როცა ხარ რა ახალბედა როცა ხარ ხო მე ძალიან ჩემს ანიმაციაზე რო დავდა ეს გახარია და წულუკიანი შემოგიცვდნენ ბოტები შემოვცვიდნენ ეგ გამივარდა ხო ერთადერთი ვიდეო რომელიც გავარდა და კომენტარები იყო რომ შენ ცოდვას ჩადიხარ ეს ცოდვა არ გეპატიება და ესეთ განათლებულ ქალს რას კადრებ ანუ რა ცოტა ისე მიიღეს რა აი იგივე კატეგორია იყო ჩემთანაც 18-ად რატო არა კი ჩემთანაც იგივე კატეგორია იყო შოთას გვერდზე ხატია ვაჟა რომელიც ასევე კოსტუმშია ჩაცმული და ფაფახი ახურავს რა საკმაოდ განსხვავებული ხო და მაგაზე წერს ტიპი რომ ანუ ვაჟაო ჩემთვისო ჩოხასთან ასოცირდებ ჯერ ჩოხასთან რატო გადაწყვიტე ან ვაჟას ცხოვრებაში ჩოხა ძალიან იშვიათად ეცვა ანუ ძირითადად ანუ ფოტოებში როგორც წერენ შილიფად ეცვა და რაღაც ანუ ძალიან არ ცხოვრობდა ხო ეხა თავზე არ გადასდიოდა ხო ყველამ ვიცით ხო და ვაჟა ჩემთან ჩოხასთან და იმებთან ასოცირდებაო და რაღაც უჩო შეთთვის რასთან ასოცირდება არ მაინტერესებს ეგ ანუ ეგ არის გადმოსახედია ხო ნუ ეგ არის ჩემი ხედვა ასე ვთქვა და მაგას გიზიარებ ანუ მოგწონს არ მოგწონს და ნუ რომ ყავდეს მდიდარი გულშემატკივარი და გეუბნება მოდის და გეუბნება რომ მე გაძლევ შენ ფულს გიფინანსებ პროექტს რა პროექტი იქნებოდა ეს? აი ძალიან დიდი თანხაზე რო იყო საუბარი თუნდაც ყავდა ეგეთი გულშემატკივარი ხო სადაც მუშავი და უნდა კითელაურს ვაკეთებდი და რატომღაც დაიხურა ეს კომპანია ანუ ბოლომდე გულშემატკივრობა ვერ გაკაჩა ხო იცი ეგ ისტორია გამახსენდა ეხლა ხო ანუ მაგ შეჩერებულ პროექტს გამაახლებდი და გავაგრძელებდი იმიტომ რომ რავი ძალიან გულში ხინჯად დამრჩა ეგ პროექტი იმიტომ რომ ანუ წარმოიდგინე არის შანსი რომ გაცოცხლდეს ან პროექტი გაცოცხლდეს პროექტი შეიძლება გაცოცხლდეს მაგრამ მაგ სახით არა იმიტომ რომ ეგ მაგ სახით გულისხმობ რომ ანუ ეგ უფლებების თემა ეგ ტიპაჟები რაც დახატული უკვე დახატული ანუ ყავდა ერთია მაგრამ ანუ საავტორო უფლებები კომპანიას გადავეცი იმაზე რა ქვია მუშაობის პროცესში რა უბრალოდ ხელი მოვაწერე საკპატენტში იმაზე რომ ეს პერსონაჟები ეს ტიპაჟები ეკუთვნის ამადამ კომპანიას რა. მაგავე სახით ვერ გავაგზავნებ, თორემ უნდა შევცვალო ქარაქტერები, ტიპაჟები, სტილი, ყველაფერი და გავაკეთებ. ანუ ძალიან დიდი ანუ ისე რა პროექტია? აუზა კეთელაურის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, ხო? ანუ ეს იგი სპონსორი ხარ. დიდარი სპონსორი. რომ ყავდა ეს აუზა კეთელაურს გააცოცხლებდი. კი ბატონო. ხალხნო, იფიქრეთ ამაზე. აუზა კეთელაურის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია. არ გაინტერესებთ როგორ იქნება? იქიდან კომენტარებში არა. ნაურატო. და ამ დროს უცბად დიდარი ის რო გეჩიტება სპონსორი რა გაგლო მე ნახე თქვენი ეპიზოდი და აუზა მომწონს მე ძალიან იხენ. აგიყვან თიმში აგიყვან თიმში ამიყვან სუპერვაიზერად. ბაზარი არა. გუნდის ხელმძღვანელად შეგიძლია ამიყვანო მე თან ახმარ. შენ ძალიან კარგი ის გაქვს ორგანიზების კი გეთახო time management-ი ორგანიზება ჩემია. მე მინდა დამწყებ ანიმატორებს ურჩიო რამე რაც შენ გამოცდილებიდან დააგროვე. გაჩერდი დაანებით თავი მაგ საქმეს, ანუ არ გინდათ არაფერი არ გამოვა. ეს პირველი ნაბიჯი. ეს არის პირველი ნაბიჯი ემოციურად როცა ტყდები. ანიმაციას როცა იწყებ. mental breakdown-ში ხარ პირველი 2 კვირა სადღაც, ანუ მეც მასე დღეში ვიყავი თავი. არა, ხუმრობ მაგას რა თქმა უნდა. რჩევა რაში მდგომარეობს, რომ ანუ უბრალოდ თუ უყვარს ეგ საქმე, ხოლმე მაგ შემთხვევაში გააგრძელოს რა. ანუ აი ხა ძალიან ბევრი კურსები და რაღაცები ხო არის, თქო, ფოტოშოპის კურსები, ინტერიერის დიზაინის კურსები, ისა. ძალიან ბევრი ადამიანი შედის და იწყებს ხოლმე მანდ სწავლას, იმიტომ რომ უნდა რომ აი თქო, მე კარგი ანაზღაურებადი სამსახური კონდეს და 3000 მინიმუმ და მაგ მიზეზით თუ დაიწყებ ანიმაციის სწავლას. მიზეზით არ დაიწყებ. ანუ ხო უბრალოდ დაიწყებ და შეეშვები უბრალოდ ერთ თვეში მაქსიმუმ რა. ხო, იმიტომ რომ ამ საქმეს ჭირდება პირველ რიგში ძალიან დიდი საქმის სიყვარული, ყველა საქმეს ჭირდება პროფესიონალიზმი. მაგრამ ამას განსაკუთრებით ამას ძალიან გამძლეა და იმიტომ რომ ჭირდება რომ ნებისყოფა გინდა ძალიან დიდი რა და საქმის დიდი სიყვარული თუ არ გაქვს ნებისყოფა გაგიტყდება ადრე თუ გვიან და ანუ შეეშვები რა. ხო და თავიდან მიხვდებიან რა მაგას თუ უყვართ ეს საქმე, ანუ ერთადერთი რასაც ურჩევ რომ უბრალოდ არ უნდა გაჩერდეს რა, როგორც ყველა საქმეშია რა. საკუთარი გზიდან გამომდინარე რაც არის ის რომ უბრალოდ არ გავჩერდი და რაღაც ეტაპზე თავისით გამოიღო შედეგი და ნაყოფი ანუ რა ამ ყველაფერმა. და შედეგი ისეთი იყო რომ სამსაქმის გაგრძელების საშუალება მომცა და დამტოვა ისევ ამ სფეროში რა. სხვა პროფესიით წარმოგიდგენია შენი თავი?
ის რა ქვია? დურგალი. ხო, იმებს. სახეობი არა? ეგ თავისთავად. ეგ დღემდე მინდა. ხო, ანუ ხეზე მუშაობა მიყვარს ძალიან რა. და მოქანდაკეც ვიქნებოდი ალბათ, ანიმატორი რო არ იყო. ოკეი, ბაზარი რა მაგებს ხედავ. კარგი, მე მინდა რომ ეხა შენ გახსნა მინიკუბი. აუ, ღმერთო ჩემო, რომელი? შენ უნდა გახსნა მინიკუბი. ორივე შენია რომ დიდი თუ პატარა, მოდი დიდი გახსენე. თუ პატარა და დიდი უფრო დიდი ლუკმა მე შევინახო. როგორც გაგიხარდება? რომელში უფრო მეტია? ორივეში საკმარისად ბევრია. Unboxing-ი თუ როგორ არის მეორე ქართული სიტყვა რო დაარქვეს ხოლმე. განყუთვა. განყუთვა. თან ყუთია და უნდა განყუთო. უნდა განყუთო. და მოიცა, ამას ტექნიკები აქვს ნახე. მაკრატელი არ უნდა, ნახე როგორ მარტივად იხსნება. ხო, ესე და განყუთეთ თუ შეიძლება. სტიკერი მეგობრებო. ვაუ! კამპეტი მეგობრებო. მე რა თქვილს არ ჭამ? გვილს არ ჭამ? აუ, ჭამ. აუ, პიპია. იცამ. ეს რა არის? ეს მანქანა. ვუ. ოღონდ ის არ გააკეთო. კუბიკის ბრელოკი. ესენი სად იყიდება? მაღაზიებში. რომელში? სპარში არის, გუდულში არის. იოლში არის და კიდე სხვა მაღაზიებშიც არის და კიდე უფრო მეტ მაღაზიებში იქნება. ვა, ეს უფრო დიდი. მაინც ამას ბოლოსთვის ამოვიღებ. სტიკერი მეგობრებო. რა არის შემდეგი? რა არის შემდეგი და ეს არის სავარაუდოდ მაცივრის მისაკროვი. ვაი. გატყდა. არა, არ გატყდა. შეგიძლია არ გაბარო და არ ხნა ისე. უნდა გააკეთო. დარამ თავარი. მე მიყვარს ესეთი რაღაცები. მეც ძალიან მიყვარს თან ყოველთვის მაინტერესებს ახალი რა მოა შიგნით. ტელერაღა და მაყურებლებო. ვაუ! სკუტერი. რაზე მუშაობა ეხა ეგ გვაინტერესებს ჩვენ, ხო ესე ახალხნო? კიო, დუმილია იქ. არა. გზნობ როგორ იწერება კომენტარები, ლაივი რო იყოს. კი, გვაჩვენე სასწრაფოდ, მიდი ჩართე. გვაჩვენე რაზე მუშაობ. ჩემი ახალი ანიმაცია, ტენეტი გრანელის. ეს არის ტენეტი გრანელის პერსონაჟი, რომელსაც ხშირად ადარებენ ხოლმე ედგარ ალან პოს და თვითონ მეც მომსგავსებინ, მაგრამ მე თვითონ ვერ მიმსგავსებ, ანუ არ ვიცი, გავს ახლა შეაფასე დააკომენტარეთ, გავს თუ არა? თამუნა, შენ რას ფიქრობ თამუნა? მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გავს. Kinda ჩემი ვაიბი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ხატავს და ქმნის ანიმაციებს, მსგავს თავისი ტიპაჟის მსგავს ქმნის. რაღაცა არის მაგაში სიმართლე. დიდი ხნის წინ გავაკეთე პლაშის ანიმაცია და ჩრდილი მაქვს უბრალოდ მისაყოლებელი ახლა ამაზე. აი ესეთ ხედი არის, HR-ში არის დაკიდული რა, ტენეტი. და კითხულობს ლექს და მე გადადის შემდეგ კადრზე აი ასე. გაგლო ლექსებს შენ კითხულობ ხოლმე თუ იმასაც არა, ლექსებს, ტენეტის ლექსებს სანდროს ვაწერინებ ხოლმე კახთელიძეს. სხვა ჩემი ტენეტის ანიმაციებიც მისი გახმოვანებულია. მაგაზე მაქვს შერჩეული კონკრეტულად სანდროს ხმა და ძალიან უხდება მე ვფიქრობ. სანამ საბოლოოდ დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, მე მინდა პატარა ჩანახატი გაკეთო აი ამ ბლოკნოტში. მეგობრებო, ეხლა პირდაპირ ეთერში თქვენს წინაშე დავხატავ პინგვინს, რომელიც ვარჯიშობს. ეხლა რომ მოხო ძალიან დაიხვეწა და კიდევ უფრო ხვეწავენ აი უმაგრესი ფუნქციები ჩაიმ liquid shape-ები. კი, ვიცი. ვირჩოვიან ბონის რო არის. ვიტროვიანი არ გამომიყენებია, მაგრამ მე როგორ მუშაობ ხოლმე ისე, აი კონკრეტულად სცენიდან გამომდინარე ვმუშაობ ეხლა აი ხა რაც გაჩვენე რა სიტყვაზე ეს ფრიალი რო იყო რა უბრალოდ შეიფებით ხო ვერტექსების ანიმაცია იყო უბრალოდ მივაყოლე რა და keyframe-ებს ვაკონტროლებ ანუ ვაკეთებ უბრალოდ კონკრეტულ სცენაში იმ ანიმაციას რაც კონკრეტულ იმ სცენაში მჭირდება ანუ იდეაში ხო ეგ წინასწარ არ ამზადებ არა ხო ანუ მე ვფიქრობ რომ ეგ არის ძალიან სწორი პრაქტიკა იმიტომ რომ ეხა მე რო ამდგარიყავდა სიტყვაზე ყველაფერი სათითაოდ რომ აი ბომში რო ჩამეშენებინა და რო ამიწყო მთელი სისტემა იმის თუ ამას როგორ ეფრიალა რაში გამომადგება ეგეთი სცენის გარდა ხო ერთი სცენა უნდა გავაკეთო და მე უნდა მქონდეს ეგ ფაილი მთლიანად შენახული სანამ გაგლო ხატავს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგრები ხართ, რომ აქამდე გაგვიწელით და გვიყურეთ ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ გამოწერა არხის ზანზალაკის ჩართვა და დააკომენტარეთ. კითხეთ, რაც გაგიხარდებათ. ასევე შეგიძლია როგორ დამწყები იუთუბერი რო ხარ ბოდიში ერთ წამი შეგაწყვეტინე. ზანზალაკის ჩართვა არა, მეგობრებო, გააქტიურეთ ზარიზღილაკი. გააქტიურეთ ზარიზღილაკი. ხო, ხო ხვდები. ანუ არ დამწყები ვარ. ეპათია რა უშავს მეგობრებო.
კომენტარებში ასევე მინდა დაწეროთ კითხვები, რომელიც გინდათ რომ შემდეგ სტუმარს დავუსვა. შემდეგი სტუმარი ან იქნება ანიმატორი 2D ანიმაციაში ან 3D ანიმაციაში, ასევე შესაძლოა იყოს მხატვარი და მომზადეთ ეს კითხვები, დასვით კითხვები და რომელიმე თქვენთაგანის კითხვას ავარჩევ და შემდეგ YouTube არხზე დავუსვამ ამ კითხვას ჩვენ სტუმარს. მოემზადეთ პირველი ჩანახატი ბლოკნოტში. და რა თქმა უნდა მას ბევრი მიმატება, თუმცა ხო რა პირველი ჩემი იქნება. და ეს არის პინგვინი, რომელიც ვარჯიშობს. სადა six-pack-ი? Six-pack-ი არა აქვს, ჯერ ახლა დაიწყო. ნუ კაი. ეს თან პრესს არ აკეთებს, ხო ვიცი, ანუ იმას აკეთებს, რა ქვია. შეგიძლია ეხა დაუტოვო შემდეგ მონაწილეს თუ რა დახატო. არ ვიცი. ან ანიმატორი იქნება, ან მხატვარი იქნება. პატარაზე მიაწერე. რა დახატოს? რამე მარტივი საყვარელი ადვილად დასახატი რომ მთელი 2 საათი ხატვა არ დასჭირდეს. ხო, კაი კალიგრაფია მაქვს. ნამდვილად. საყვარელობა. მაგრამ ამას თქვენ ვერ გაიგებთ, ამას გაიგებთ შემდეგ. შემიძლია განახოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კაი იყო. ძალიან ვისიაბუნე, გავერთე. მეც. ამდენი ამ პროფესიაზე კაი ხანი არ მილაპარაკია. აუ, ხო, ვინ ლაპარაკობს ამ პროფესიაზე ჩვენ გარდა? ჩვენ ვილაპარაკებთ. დავინახოთ ხალხს. დიახ. კარგი, ამით დაგემშვიდობებით. დაგემშვიდობებით მეგობრებო. და რავი. წარმატებები ჩვენ. წარმატებები ჩვენ. აბა.